თელაველები დარჩნენ შეტევაში, ჯადულიობაშვილი დარტყმა და გადარჩა გორის დილა. პირველსავე წამებზე უყურადღებობამ დაცვაში ბურთის ვერ მოგერიება მოიტანა კუთხური და მერე ამ კუთხურმა კინაღამ მოიტანა გოლი. ორივე გუნდი აქტიურობს, ორივე გუნდი უტევს და კარგი თამაში გვაქვს და იმედია ასეც გაგრძელდება. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და აგერ გოლი, რომელიც გორელებს გააქვთ. ირაკლი ბუღრიძე ხდება ამ გატანილი გოლის ავტორი. არადამაჯერებელი მოქმედება დაცვის ცენტრში, ბუღრიძეს ახლო დისტანციაზე დარჩა ბურთი, დარჩა სივრცე და მას ასეთი ეპიზოდების გამოყენება არ ეშლება. გორის დილა გადის წინ. საწყისი აქტიურობის შემდეგ, რომელიც თელაველთაგან სადღაც 4-5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, გორის დილამ სრული უპირატესობა მოიპოვა, ბურთს დაეუფლა, მომენტების რაოდენობა და ხარისხი გაზარდა და საბოლოოდ მივიდა გოლამდე. შეყილაძე აი სეზონში პირველი გოლის გატანის შანსი და ამ შანსს იგი გამოიყენებს 2-0 ხდება ანგარიში გორელები საკმაოდ სოლიდური უპირატესობით მოიგებენ ამ ტაიმს დაცვაში მოკლედ თელაველებს ბევრი სამუშაო აქვთ იქიდან გამომდინარე რომ ბევრჯერ გაკეთდა მცველებს ზურგს უკან სიღრმეში პასი ხაზების გამჭრელი გადაცემა და ახლა უკვე შეყილაძემ ამ ეპიზოდით ისარგებლა ბურთი დაიკარგა ჯერჯერობით ჯარიმა არ ფიქსირდება ბუღრიძე და 3-0 ეს უკვე ძალიან სერიოზული უპირატესობა აღოთ არა ბუღრიძე არამედ შეყილაძე და დუბლი მისი შესრულებით ნებისმიერ შემთხვევაში დუბლი იქნებოდა რომელსაც არ უნდა გაეტანა თუმცა ეს შეყილაძეა და მისი დუბლიც ვნახეთ ის რომ 3 მატჩი სეზონის სტარტზე მშრალი სერია ჰქონდა და ის რომ გოლი აქამდე მას არ ქონდა გატანილი, გამოასწორა ერთბაშად და მოკლე მონაკვეთში ზედიზედ ორ შეტევაში 2 გოლი გაიტანა და გორელებმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგეს იმისაკენ, რომ ეს შეხვედრა მოიგონ. გრძელდება შეხვედრა, ჩაწოდება საჯარიმოში, არის კარგი შანსი მენდეშის დარტყმა, ზუსტია, მაგრამ ლევან თანდილაშვილია აქ. აქ დაიკარგა ბურთი კიდევ ერთი მომენტი რა გოლი შეაგდო შოთა შეყილაძემ ესეც სეზონის პირველი ჰეტრიკი და ულამაზესი გოლი ტერფის გარე ნაწილით ანგარიში 4 ბურთამდე იზრდება უკვე და 4-0 ხდება მაგრამ ეს რა გოლი გაიტანა შეყილაძემ ულამაზესი ველოდებით რომ ნახოთ ბევრჯერ გამეორებით კიდევ ერთი შეცდომა დაცვაში თელაველთა მხრიდან ფირუზ გაბიტაშვილი ამჯერად და შეყილაძემ მახვილი კუთხიდან რა მცირე იყო დისტანცია მეკარემდე ტერფის გარე ნაწილით გორელები არიან შეტევაში რუხაძე ბურთი არ გადასულა ჩაწოდება დარტყმა კარის მიმართულებით 5-0 გამანადგურებელი ხდება უკვე გორელთა უპირატესობა მატჩის 54 წუთზე დაცვაში სრული ქაოსია უამრავი შეცდომა და საბოლოოდ ყველაფერი მივიდა აი აქამდე რომ 54 წუთისთვის მასპინძლები უკვე 5-0 ასეთი ანგარიშით იგებენ რაც შეეხება ზოგადად ამ სეზონში დაფიქსირებულ შედეგებს ჯერ ეს გოლი ვნახოთ რომელიც ბრაზილიელ ფეხბურთელს გააქვს ჟოაო არაუჟო ხდება აი ამ გატანილი გოლის ავტორი სურაბ რუხაძე 21 წლამდელთა ნაკრების მარცხენა მცველი მისი აქტიურობა მისთვის ამ სეზონში პირველი საგოლე მოქმედება ფარულავა შესანიშნავად შევიდა საჯარიმოში რა გოლის გატანას აპირებდა ოთარ ფარულავა ლევან თანდილაშვილს ყოჩაღდა ბრავო ამ ბურთის მოგერიებისთვის კარგი ჩაწოდება და ეს სადებიუტო გოლია ამაზე კარგს რასინატრევდა დავით ხუტალია მოედანზე გამოსვლისას 17 წლის ფეხბურთელი რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში კუთხურიდან ახვევს გოლს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის კარში ბრავო დავით ხუტალიას ანგარიში ძალიან დიდია გორელებს უდიდესი ალბათობით ამ მატჩის მოგება გარანტირებული და განაღდებული აქვს დარჩნენ გორელების შეტევაში პასი არის გასაკეთებელი მარცხენა ფლანგზე თავად გადაწყვიტა ონოფიმ დარტყმა აქაც ის აკეთებდა იგივეს რა განიხილება ამ ეპიზოდში როცა ონოფი ურტყამდა ხელით თამაში თუ იყო და როგორც ჩანს არის ეს გაშლილი ხელია და დიდია შანსი მაგრამ ეს ხელი საჯარიმოს შიგნით არის თუ საჯარიმოს გარეთ
ეს არის ახლა მნიშვნელოვანი. მოკლე გამორბენი შესანიშნავი შესრულება და 6-ით 1 ხდება ანგარიში. აღდგა ეს ხუთბურთიანი უპირატესობა, რომელიც ჰქონდა და აქვს უკვე ისე უბრალოდ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მიერ გატანილი გოლით გორის დილას.